გამარჯობა. ამ ვიდეოში განახებთ როგორ შევიძინოთ SIP კონექტორი. შეგახსენებთ, რომ SIP კონექტორი საჭიროა გამავალი ზარების განსახორციელებლად Bittrex-იდან. ავდივართ ზედა სივრცეში, ვირჩევთ Sales, აქ ვირჩევთ Sales Channel და ტელეფონი. აქ თქვენ გამგვიშვებათ აი ესეთი ფანჯარა, შეიძლება აქ გქონდეთ ესე და აქ უნდა ერჩიოთ SIP კონექტორი. ეხლა ჩვენ გვაჩვენებს, რომ უკვე -79 წუთი გვაქვს. შესაბამისად, აქ თქვენთან იქნება თავიდან 60 წუთი, შემდეგ 0 იქნება ალბათ და დააწვევით აქ connect. I agree. და ამოგვიგდებთ ჩვენ ერთთვიან ლიცენზიას Bittrex 24 SIP კონექტორზე. $49 უნდა იყოს ბარათზე, არა ლარში, არამედ უბრალოდ დოლარში. ვაწვევით buy now. პირველ ჯერზე თქვენ დაგხვდებათ აი ესეთი სივრცე, ქვეყნების სიაში საქართველო არ არის და ზოგიერთ ქვეყანას ჩვენ თუ ავირჩევთ, აქ დღგ დაემატება. ამიტომ ბრაზილია აირჩიეთ, აქ შეგიძლიათ თქვენი სხვადასხვა ინფორმაცია შეავსოთ, მაგალითად თუ კომპანია გსურთ აქ ჩავწერთ კომპანიის და აქ შეიყვანთ კომპანიის საიდენტიფიკაციოს და დასახელებას. ახლა ავირჩიოთ ჩვენ ბრაზილია, აქ რაღაც მონაცემი ჩავწერეთ, ამას შემდგომში ამ მონაცემებს მივიღებთ invoice-ში. ვაგრძელებთ. ახლა ჩვენ გადავიყვანოთ შემდეგ გვერდზე. თუ თქვენ უკვე გადაიხადეთ, ავტომატურად ჩამოგაჭრით, თუ ბალანსი ხადახდა და აქ დაგხვდებათ ბარათის მონაცემები, დააწვევით pay, თუ არის ანგარიშზე. თუ არა და შეგყავთ აქ უკვე ბარათის მონაცემები. შევიყვანებ ბარათის მონაცემები, ვაწვევდი pay now. ველოდებით რამდენიმე წამი. ახლა გადავიყვანა ამ გვერდზე და გვაჩვენებს ჩვენ რომ წარმატებით მოხდა გადახდა და შესაბამისად ჩვენ უკვე რომ დავბრუნდეთ უკან ტელეფონის ნაწილში, გავანახლოთ გვერდი. უკვე გვაჩვენებს რომ დღეს არის 23.06 და 23.07-მდე გაგვიგრძელა, ანუ 30 დღით. აგრეთვე რაც შეეხება გადახდებს, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ სივრცეში subscription. შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ სივრცე purchase history და აი აქ გვაჩვენებს რომ ავტომატურად გვაქვს ეს მიმაგრებული, გადახდა შეგიძლიათ subscription-ი გაუგრძნოთ და აი ბოლო გადახდის, დღევანდელი გადახდის invoice და ასეთი სახით გაჩვენებთ თქვენ invoice, რაც გვიჩვენს ჩვენ გადახდის თარიღი, პერიოდიც, ბარათი, რამდენი გადავიხადეთ და სრული ეს ინფორმაცია. აი ნახეთ, ეს ინფორმაცია წამოიღო უკვე ამ invoice-ში. ასე რომ წარმატებული დღე, გადახდა წარმატებით განხორციელდა და თქვენ უკვე შეგიძლიათ დარებთ.